ჩემი მეგობარი იყო თენგო ვადაკარია. თენგო იყო მხატვარი, ანგელოსი კაცი იყო, მთელი ომი იყო სოხუმში, ხატავდა, ომების წინააღმდეგი იყო, არ მოწონდა ეს ყველაფერი და მეზობლად ყავდა აფხაზის ბიჭი, ვოვა ერქვა მას. ხო და ეს ვოვა და მთელი ომის განმავლობაში შეიძლება მარადიორი მოვიდა, შეიძლება რაღაცა აწყენინონ რაღაცები და სახლში იყავიო ეუბნებოდა, თავის სახლში გადმოყავდა. პური მოქონდა ყველაფერი და როცა სოხუმი ეცემა, ზევიდან შემოვიდა მებრძოლების ჯგუფი და გამოვიდა ვოვა და იმათ უთხრა ესო თენგო არისო, ხატვარი არისო, ჩემი მეგობარიო, ჩემი ძმარიო. ყველაფერიო მე აქ დამიცვაო მანო და აი ძამთხოვთო ამას ხელი არ დააკაროთო და ისინი იყვნენ მებრძოლები ნამდვილი და იმათ უთხრა ჩვენო მებრძოლები ვართო და ჩვენ უიარაღოს არ ვესწრითო ეს ერთიო. თუ ამან ამდენი სიკეთე გაიკეთო, შენ ისე მოეკეცი მას, როგორც ის შენო. ოღონდ არაყი თუ გაქვს დაგვალებიო და დალი ეს არაყი და წავიდნენ. ოღონდ გვითხრაო ისაო უთქვამთ ამათ, იმიტომ მეზობლებმა მითხრეს ვინც ნახა ეს და რა ჯგუფი ჩამოვიდა, რომ 2-3 დღეში მკვლელების ჯგუფი მოდის საშინელიო და ჯობიაო რომ წავიდესო. ხო და იმ ბიჭმა უთხრა, აი ხო ხედავ ასეა სიტუაციაო და თენგომაც არ დატოვა რა თქმა უნდა, ხო და მოვიდნენ რაღაც საშინელი სხვა ეროვნების გან შემდგარი რაღაც კრიმინალების ჯგუფი, ხო და დააყენეს ხობესთან თენგო და ვოვა აიფარა მას და ჩაებუჯა როგორც იმას ხობეს, როგორც ქალები ამბობენ, რომლებიც იმალებოდნენ სარდაფში სახლის. ალო ხედავდნენ ამას ესმოდათ ყველაფერი. ხო და მთელი 20 წუთი ამბობდა ამას არ მოგაკლევიათ, არ გამორიცხულია, არ გაგაკეთებიებთ ამას. გამორიცხული ამბავია და მოკლედ ისინი გაბრაზდნენ, ნახევარი მჭიდე დააყარეს, ასე ვთქვათ, ვოვას და მოკლეს და მეორე ნახევარი მჭიდე თენგოს და ისიც მოკლეს. ორივე ქართველი და აფხაზი დაიღუპა იმ დღეს. ვოვამ შეეძლო გასულიყო, დახრიტავდნენ თენგოს, რა თქმა უნდა, ის ასულიყო სახში, ამას არავინ არაფერს არ ეუბნებოდა. იმას აფხაზი ხარ დაგვანებეთ, მაგრამ არ გააკეთა, იმიტომ რომ მერე ცხოვრება ძალიან გაუჭირდებოდა, მერე ის სურათი სულ თვალწინ ექნებოდა მას და აი ისე ცხოვრებას მან არჩია, რომ ასე ვაშკაცურად წასულიყო ამ ქვეყნიდან. და როდესაც მე იმ მკვლელობების ამბებს გებულობ, მერე საპირწონეთო ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ასეთი ამბები ამოდის და ვოვა მახსენდება. და აი ვოვას მადლობას ვეუბნები თან თენგო, ჩემი მეგობარი იყო, მე ხატვას ვასწავლიდი მას, უმცროსი იყო ჩემზე, და ღეროდა კიდეც და რა ვიცი ძალიან საოცარი ბიჭი იყო. ამ ომმა რაღაც ისეთი ამბები დაგვიტოვა, რომ ადამიანი უფრო ვნახე. ადამიანი უფრო შემეწოდა და ადამიანი უფრო შემძულდა კიდეც. იმისთანა ცუდი ამბებით აქვს მას ჩადილი. ბატონო გურა, მაგ ვოვას მართლა მადლობა და ღმერთმა გაანათლოს და აი იმ ვოვას თავარ სატანას შეიძლება ცუდად მოვიქეცი კიდეც ჩემ უფროს ვაჟს პატარა იყო ძალიან ბევრს ველაპარაკებოდი რუსეთზე და ბოლო წერტილი იყო ოკუპაციის მუზეუმში რომ მივიყვანე ის ღამე არ ეძინა და იმის მერე რუსულის სკოლაში რუსულის სწავლაზეც კი უარი თქვა იმდენად შევაძულე რა ერთი მხრივ კმაყოფილი ვარ ამითი მაგრამ მეორე მხრივ პატარასთან აღარ გავაკეთე იგივე იმიტომ რომ არ მინდა ისეთ რაღაც მტრის ხატი შევუკნა თუმცა ჩემმა შვილებმა იციან რუსეთი მტერია არ ვიცი შეიძლება ცუდად ვიქცევი მაგრამ ჩემთვის ასეა ეს არის მოცემულობა და ჩემ შვილებს ეცოდინებათ რომ რუსეთი არასოდეს არ ყოფილა ჩვენი მეგობარი კარგი კაცი ხარ შენ კარგი კაცი